ბათუმში ვიმყოფებით ახლა და ამ მანქანას გადავაკარით სტეკის Smart-Seria 45 მზეში მინდოდა მეჩვენებია ძლივს ბათუმში ამინდი გამოვიდა და ნახეთ ახლა გვერდზე გადაკრული აქვს სტეკის Smart-Seria, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პოლარიზებული, ხოლო კუთხე როცა მახვილია, თითქმის 100%-იან დაბურვას უტოლდება. ხოლო რაც შეეხება კანონის მოთხოვებს, იცით რომ 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს დაბურვა და ეს ფირის სრულიად ლეგალურია. მაგრამ ორი სიტყვით მე მინდა გესაუბროთ საქარე მინის დაბურვის თაობაზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქარე მინაზე არაფრის გადაკრა არ შეიძლება. ხოლო იგი შესაძლებელია ქარხნულად დაბურული იყოს 30%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს ვერ გადააკრათ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ათერმალური ფირები, სრულიად გამჭვირვალე, რომელიც იცავს ავტომობილს მზის სხივებისგან. ამ შემთხვევაში არსებობს ორი ვარიანტი. პირველი აიღოთ რისკი თქვენ თავზე გადააკრათ ათერმალური ფირი და იყოთ პატრულის იმედზე და კეთილგანწყობაზე, ძალიან იშვიათ შემთხვევაში თქვენ დაჯარიმდებით, ხოლო ჩემი აზრით, როდესაც ეს ჯარიმა მოხდება სასამართლოში, ეს ჯარიმა გაუქმდება, იმიტომაც თუ კანონით შესაძლებელია, რომ ქარხნული იყოს დაბურული 30%-მდე, ათერმალური ფირის დატანება არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ასეთ რამე პრაქტიკაში არ ყოფილა, გვერდითაშუქები ბევრი გაგვისაჭირებია და ბევრი გაგვიბათილებია, მაგრამ ათერმალური ფირის შესახებ პრაქტიკაში არ ყოფილა. ხოლო თუ ვინმე სურვილი გექნებათ, ან მსგავსი შემთხვევა გექნებათ, ჩვენთან ათერმალურ ფირს გადააკრავთ და შემდეგ ვინმე დაგაჯარიმებთ, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს ჯარიმა ჩვენ სასამართლოში გავაბათლოთ. თუ არ გავაბათლებთ, იმ 500 წელს ეჯერად გადავიხდით ჩვენ, მოკლედ პრობლემა არ არის. ასე რომ არ მოგერიდოთ ათერმალური ფირების გამოყენება საქარე მინისთვის, იმიტომ რომ იდეალურად იცავს მანქანას სტეკის Smart-Seria გარშემო, ხოლო როცა საქარე მინაზე დაბურვა არ ხდება, ან ათერმალური ფირი არ კეთდება, ზე მაინც აღწევს და მანქანა მაინც ხელდება.